გამარჯობა მეგობრებო, ალეკო ელისაშვილის საქმეზე მინდა ვთქვა ჩემი მოსაზრება. აი თავიდანვე საეჭვო იყო ეს საქმე ყველანაირად. და ჩვენ მართლა ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, ბევრად უფრო ჩაღრმავებულად უნდა ვეკითხებოდეთ როგორც ალეკოს მხარეს, ისე მეორე მხარეს ამ თემას, რომ რა იყო მოტივი. რატო შევარდა ალეკო ელისაშვილი, გაბრაზდა ესეთი ფხიზელი ჯანმრთელი ადამიანი, გაბრაზდა შევარდა და თქვა რომ მე უნდა ჩამოვანგრიო საქართველოს სასამართლო და მურუსიძეს ბენზინი უნდა წაუკიდო და იმაში კანცელარიაში მოასხა ბენზინი და ვერ წაუკიდა. ეს არის ქმედება, რომელიც შეფასდა ტერორისტული აქტის მცდელობად და ადამიანს მიესაჯა 13 წელი როგორც ტერორისტს. აი მე ვერ წარმომიდგენია და ნორმალური ადამიანი ვერ ხვდებოდეს თუ რამხელა აბსურდია ეს. მე არ ვიცი ალეკომ რატომ მოუწყო ეს თავის თავს. არ ვიცი ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით იყო ეს და მერე გადააგდეს. არ ვიცი რომ წამოეგო რამე პროვოკაციას. მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ მე ვიცი და მთელმა ქვეყანამ იცის რა გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, რა არის მისი ქმედება და ვიცით რომ ეს არის სახელმწიფო ქონების დაზიანების მცდელობა. სახელმწიფო ქონებაც კი არ დაზიანებულა. და ადამიანი ციხეში წავიდა 13 წლით. მკვლელობა არის 8-დან 15 წლამდე. და ეს ყველაფერი აჩვენებს ჩემი აზრით იმას, თუ როგორ უყურებთ ჩვენ ზოგადად თავისუფლებას, როგორ უყურებთ მართლმსაჯულებას და როგორ ხდება საქართველოში ადამიანისთვის რაღაცა ტიპის იარლიყის მიწევება თუ ასე შემდეგ. როცა მე იკითხავენ მოვლენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და იკითხავენ არის პოლიტიკური პატიმარი ალეკო. ხო და აი როგორ არ არის კაცს მართლა იცი რომ სახელმწიფო ქონების დაზიანება ჩაიდინა და ტერორისტის როგორც ტერორისტის ეკა ასამართლე და მკვლელზე დიდი სასჯელი დააკისრე. აი ყველაფრის გათვალისწინებით რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. საღიაზრის დონეზე შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რომ ეს მიუკერძებელი მართლმსაჯულებაა და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. და ზოგადად ესეთი ტიპის ქმედება თურმე იჯება იმითი 13 წლით ამ მკვლელობაზე უფრო მეტ ადამიანის სიცოცხლეზე უფრო წმინდა სასამართლოს კანცელარიის იატაკი რომ იქ ზედ ბენზინის მოსხმისთვის ადამიანს 13 წელი უნდა მიუსაჯონ ციხეში. ხო, მოის თქვა მინდოდა დანარჩენი არ ვიცი რა ვთქვა, მართლა თანაუგზნობ ალეკოს მის ოჯახს და ვისურვებდი რომ მან თვითონ გულწრფელად ილაპარაკოს სიმართლე თუ რატომ მოიქცა ასე და მისი აზრით მას მართლა რატო იმეტებენ ასე ნაცვლად იმგინებისა და უზრდელობებისა რაც მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჰქონდა მოწყობილი. მადლობა ყურადღებისთვის.